ილია თოფურიას გარშემო ღრუბლები სულ უფრო და უფრო მუქდება. მის ინტერვიუს მერე ისლამ მახაჩევმა გააკეთა რაღაცა განცხადება, სადაც ემუქრება მას და დღეს ამ გადაცემაში ვნახავთ ამ ინტერვიუს. ასევე არმან სარუკიანმაც წაკმინა ილია თოფურიას და წარმოიდგინეთ, როგორ შეიცვალა საერთოდ ყველაფერი. პიმბლეტი თოფურიას პატივისცემით მოიხსენიებს, ქალაქელი კი კმენს. ასევე ამ გადაცემაში გავიგებთ თუ რას ფიქრობს ამ ყველაფერზე ჯასტინ გეიჯი და პედი პიმბლეტი როგორ კმენს არმან სარუკიანს. მოკლედ საინტერესო ამბებით შემოგიერთდით ილია თოფურიას გარშემო, არ დაგავიწყდეთ ლაიქის დასმა, მე კიდევ ვიწყებ. ბევრი გაკრიტიკებს და იძახის, რომ შენ არ იმსახურებ დროებით ტიტულზე ბრძოლას, თუმცა პირადად მე ასე არ ვფიქრობ. რადგან მახსოვს, რომ ყოველთვის იძახდი, ვისაც წინ მიყენებენ, იმას ვეჩხუბები. ამიტომ ვთვლი, ეს კრიტიკა უსამართლოა. შენ მართლა არ წყვიტავ, შემდეგი ვინ იქნება. ყოველთვის ვიქცეოდი ისე, როგორც UFC მეტყოდა. ყველა კონტრაქტს მოვაწერე ხელი, რომელიც მაგიდაზე დამიდეს. არასდროს ჩამიგდია აწონვა, შეხვედრიდან არ ჩავხსინვარ, ივენთი არ ჩამიშხანებია არასდროს, სხვა დაქნეულებთან შედარებით. ხო და ალბათ ამიტომ ვარ იქ, სადაც ვარ, ჩხუბისთვის მუდმივად უზადყოფნაში ვარ, სულ ეს არის. არმანი ისლამთან ბრძოლას ჩაეხსნა, თუმცა ახლა ხანს დენ ჰუკერი დაამარცხა. ფიქრობ, მას UFC უსამართლოდ ექცევა? ადამიანები მაკრიტიკებენ, რომ მე ფერგიუსონი დავამარცხე კარიერის ბოლოს. კი, არმანმაც დაამარცხა დარიუში, მაგრამ ვერ დაამარცხა ჩარლზ ოლივერა. დღემდე ბევრი თვლის, რომ იმ შეხვედრაში არმანი დამარცხდა. მერე ის აქციელი, სარუკიანმა ოქტაგონისკენ მიმოვალ გზაზე ვიღაცა ფანაც ხელი რომ დაარტყა. UFC-მ ალბათ ქვეყანა ფული გადაუხადა, იმ ტიპს ხმა არ მოეღო. ამ ყველაფრის მერე გაძლევენ სატიტულო შერკინებას და შენიტყუები, ვაიმე, მე ხომ წელი მტკივა. ყველამ ვიცით, რომ შიშისგან ბევრი ჭამა და წონა ვერ ჩააბარა. წელის ტკივილი აქ არაფერ შუაში არ არის. ისლამთან აწონვა გაქვს, თავი არ მომჭრა. წელი მტკივა დანაჯანი. ამის მერე 11 თვე უსაქმურობ. გთავაზობენ შეხვედრას გამროთთან, რომელმაც დაგამარცხა და შენ უარს იძახი. მე ვინმე მრევანში შემომთავაზოს იმასთან ვისთანაც წავაგე ღადაობ, ამ შანს ხელიდან არ გაუშვებ. შემდეგ ის ხვდება ჰუკერს და აწონვებზე ცირკს აწყობს. კინაღამ ეს ივენთიც ჩააშხამა. ბუნებრივია, ამიტომაც არის არმანი ასეთ დღეში. დენ ჰუკერს პატივისცემა, მაგრამ ის ჭიდაობის გარტყმაშიც არ არის. ის პარტერში სულ რომ დედამის ემუქრებოდნენ, სიკვდილით თავს ვერ დაიცავს. მე როცა რუკიანი დამეჭირა მახრჩობელაზე, როგორც ეს დენ ჰუკერმა გააკეთა, აუცილებლად დავაძინებდი. და თუ შენ მახრჩობელას გისურვებს ჰუკერი, ესე იგი პარტერში ხარ ნული. როგორ მოხდა ჯასტინ გეიჯის რომ ხვდები? მესმის ადრე თუ გვიან ეს მართლა მოხდებოდა, მაგრამ გეგონა კონზე რომ დროებითი ტიტული იქნებოდა? მე მეგონა რომ ჩვენ ოქტომბერში შევხვდებოდით ერთმანეთს აბუ-დაბიში, მაგრამ სატიტულო შერკინება მივიღეთ. სიმართლე გითხრა, გული მიგრძნობდა, რომ 24 იანვარს იქნებოდა ბრძოლა. ამიტომ ანონსამდე რამოდენიმე დღით ადრე დავიწყე მზადება. მოკლედ გამარჯვებას ვაპირებ და ხო, შეიძლება მე და ილიას ერთმანეთი არ მოგწონდეს, მაგრამ მის ოჯახურ პრობლემებში არ ჩავერევი. ის ეხლა ოქტაგონს გარეთ არის, ასე რომ ეს დროებითი ტიტული ნამდვილი სტოლფასია. ამ დროებითი კამრის მოპოვების შემდეგ არ ვაპირებ მის მოსროლას, როგორც ეს ჯასტინ გეიჯიმ გააკეთა. ჩემთვის ეს ნამდვილი ტიტულია, ჩემი კარიერის ჯილდო, რომელსაც სახში ჩავიტან. ამ ბოლო დროს ილიას პატივისცემით მოიხსენიებ. არადა თქვენს შორის სერიოზული კონფლიქტი იყო. როგორ ფიქრობ, ამ წელს ვიხილავთ თქვენს შერკინებას, ეს შეიძლება ზაფხულშიც მოხდეს? ვინ იცის, შეიძლება მან დატოვოს ტიტული და ავტომატურად ჩემპიონი მე გავხდე. მართლა აზრზე არა ვარ. ერთი დარწმუნებით ის ვიცი, რომ დროებითი კამარი ჩემი გახდება. შემდეგი გამორიცხული არ არის ტიტულის დაცვაზე, ეს მასხარაც სარუკიანი შემხდეს. თუმცა ჩარლზიც და ჰოლოვეიც BMF-ზე ჩხუბობენ. თეორიულად კამრების გაერთიანებაც შეიძლება, ხო, ეს მართლა ბომბა იქნებოდა. ისე რომელი ბრძოლა იქნება უფრო დიდებულია. შენ ილიას წინააღმდეგ თუ იმ მებრძოლის წინააღმდეგ, რომელიც ეხლა აპირებს დაბრუნებას, კონორ მაკგრეგორი? 100%-ით კონორთან. ილია მაკგრეგორის ვერსია ოღონდ AliExpress-დან გამოწერილი, ხო ხდები? გრძნობ რომ პედის და არმანს შორის დიდი ამბები დატრიალდება. ტრეშ თოლკში ის ბრიტანას ვერანაირად ვერ აჯობებს, მაგრამ ნამდვილ ბრძოლაში დაწერეთ კომენტარებში როგორ ფიქრობთ, პედი და არმანი რო შეხვდნენ, ვინ მოიგებს? სანამ ისლამ მახაჩევის ტექნიკურ მუხარას მოვისმენთ ილია თოფურიას მიმართულებით, მოდით ჯერ მოусმინოთ ჯასტინ გეიჯის. რას ფიქრობს ამ ყველაფერზე? მე პირადად ჯასტინ გეიჯი ძალიან მაგრად მომწონს, ძალიან მაგარი კაცია, როგორც მებრძოლი, როგორც ადამიანი და მასზე ერთი დოკუმენტური ფილმიც მაქვს გაკეთებული, ვისაც არ გინახიათ, ნულს აღწერაში დაგიტოვებთ. ჯასტინ, кайხანი არ გვინახი ხარ, რამდენადაც მახსოვს ბოლოს მახაჩევთან ბრძოლაზე საუბრობდი, ეს ფიზიევთან შეხვედრის მერე იყო. მის მერე ბევრი რამ შეიცვალა, ხომ ასეა?
კი, ბევრი რამ ხდება ამ სპორტში. მაშინ მართლა მეგონა რომ ისლამი გამომიწვევდა, მაგრამ მე მან წონა შეიცვალა, მე კი აღარავინ მიკავშირდებოდა. თუმცა ერთი დღითაც არ შემიწყვეტია მზადება, ფორმაში ვიყავი და ნებისმიერს დავეჯახებოდი. ილიას, პედის, არმანს მნიშვნელობა არ აქვს. თავარია კონზე ტიტული იყოს და აი ეხლა ყველაფერი თავის ადგილზეა. წინასწარ იცოდი რომ შენი შემდეგი შეხვედრა ტიტულზე იქნებოდა. გარტყმაში არ ვიყავი და აი გამოაცხადეს. თავიდან ცოტა ნაწყენი ვიყავი. ილიას ჩემთან უნდოდა ჩხუბი. მერე მან დატოვა კამარი, წავიდა და ისევ არავინ მიკავშირდებოდა. თუმცა მაშინ მარცხით მოვდიოდი, ჰოლოუეი ჩემზე წინ იყო, მაგრამ დრო გავიდა და აი ეხლა თქვენს წინაშე ვარ. იდეალური დასასრულია. დასასრული? რას გულისხმობ? კარიერის დასრულებას ხომ არ აპირებ? ყველა ბრძოლაში ისევ ჩხუბობ თითქოს ეს ჩემი უკანასკნელი შეხვედრაა, ხო ხდები? თუმცა ბრიყვი უნდა ვიყო, თქვა, ჯერ ყველაფერი წინ მაქვს თქო. რა თქმა უნდა, ფინიში ახლოს არის. UFC-ის ისტორიაში ბევრი ისტორიული შეხვედრა ჩამიტარებია და აი პრომოუშენი ამის საშუალებას კიდევ ერთხელ მაძლევს. UFC-ის დიდი მადლიერი ვარ ამის გამო. 2017 წლიდან 12 შეხვედრა ჩავატარე და მხოლოდ ერთ ბრძოლაში მყავდა მეტოქე, რომელიც ტოპ 5-ში არ იყო. პედი იძახის რომ შენ კაი ხანი არ გიჩხუბია. არ ვიცი ეს ტრეშტოლკია თუ არა, მაგრამ მაინტერესებს ამ ყველაფერზე რა აზრის ხარ. შეიძლება ტრეშტოლკად აღიქვას ბევრმა, მაგრამ მე არ მწყის. პედი ამ სფეროში შესამჩნევი ფიგურაა და ამ ჩათვლად მართლა კარგად გამოსდის ტრეშტოლკი და ამის წინააღმდეგი არ ვარ. პირიქით, ეს ჩვენ შეხვედრას მეტ ინტერესს შეძენს. თუმცა სიმართლე გითხრა, ამის გარეშეც ყველა უყურებს ჩვენს ორთაბრძოლას. დღესდღეობით მე ერთ-ერთი სტაბილური და სანახაობრივი მჩეხავი ვარ. პედი კი ძალიან ცნობადი. ასე რომ გალის რომ დაიხურება ჩვენ ერთმანეთის თავის მოგლეჯვას ვეცდებით. გარანტიას გაძლევთ. ყველა კომაგი იმ დღეს ვინც არენაზე იქნება, გადაიქცევა ცხოველად. ყოველთვის ამ მიზნით შევდივარ ოქტაგონში. სარუკიანზე რას ფიქრობ? ის თითქოს ჩატეხილია. ნაღდატარმი და მის ადგილზე ყოფნა სულ ეს არის. არმანი კაი სპორტსმენია და ამ გიჟურ სპორტში ის კიდევ მიიღებს შანსს. დრო გვაჩვენებს ყველაფერს. ბუკმეკერებს შენი გამარჯვების არ ჯერათ. ფიქრობ მათ ზედმეტი მოსდით? არა, მომწონს როდესაც ანდერდოგი ვარ. ჩემი 12 ბრძოლიდან 8-ჯერ ან 9-ჯერ იგივე პოზიციაში ვიყავი. ეს ნორმალურია, რადგან ყოველთვის ტოპ მებრძოლებს ხვდები. შენ გაქვს შანსი გახდე ერთადერთი მებრძოლი, რომელმაც 2 დროებითი კამარი მოიპოვა. ამ ტიტულს როგორ აღიქვავ, დროებითი თუ ნამდვილი? თან გავითვალისწინოთ, რომ ილია არ არის ამ თემაში. ქაღალზე დროებით და ნამდვილ ტიტულს შორის განსხვავება ნამდვილად არ არის. ფულის მხრივ იგივეს მიხდიან ეხლაც და იგივეს გადამიხდიან დაცვაზე. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს Paramount-ის პირველი ივენთია და მე მთავარ შეხვედრაში ვარ. ანდობისთვის ორგანიზაციას მადლობას ვუხდი. იგივეს გავაკეთებ, რაც გავაკეთე ტონი ფერგიუსონთან. პედის დავანგრევ და შევხვდები ილიას. მოკლედ ოქროს კაცია გეიჯი, არასდროს ზედმეტს არავის არ იტყვის, არავის არ აკრიტიკებს, მისი საქმე არის ბრძოლა და ოღონდ შეუში ოქტაგონში საჩიხაოდ მეტი არაფერი არ უნდა. და ზოგადად კაი ხანი გააჩერეს ჯასტინ გეიჯი ბრძოლების გარეშე და ბოლოს კაცი გამოვიდა პატიოსნად და გულიანად თქვა, რომ არ მაჩხუბებ თუ ტიტულზეო, მოდით კარგად იყავით და საერთოდ არაფერი არ მინდაო ამ ორგანიზაციაში და აი ეხლა გამოჩნდა ბრძოლა დროებით ტიტულზე პედი პიმბლერთან. პედის და ჯასტინის შერკინებაში პირადად მე ძალიან მაგრად გულშემატკივრობ გეიჯის, მაგრამ მგონია რომ პედი გაიმარჯვებს. რას ფიქრობთ თქვენ? დაწერეთ კომენტარებში. ამასობაში არმან ცარუკიანი გამოეხმაურა ილია თოფურიას ინტერვიუს. მოდით ჯერ ილია თოფურიას ინტერვიუს მოусმინოთ რა თქვა არმაზე და მერე შევხედოთ ახალქალაქელმა როგორ უპასუხა. როგორ ფიქრობ, შენთვის უფრო რთული ბრძოლა ვისთან იქნება, არმანთან თუ ისლამთან? არც ერთთან და არც მეორესთან, ყველაზე რთული ბრძოლა ყოველთვის არის საკუთარ თავთან. თავარია გადალახო ცხოვრებისეული პრობლემები, ამას ყოველდღე ვაკეთებ. რაც შეეხება საბრძოლო უნარებს, გამოცდილებას და სიმამაცეს, ამაში ბევრად უკეთესი ვარ ვიდრე არმანი ან ისლამი. ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს იმაზე, რომ შენ არმანის გეშინია, რას ეთყოდი ამ ხალხს? შენ იცი რა დამოკიდებულებაც მაქვს სხვის აზრზე. როგორც სპორტსმენი ცარუკიანი კარგია, მას უკვე ერთხელ ჰქონდა საშუალება ებრძოლა კამარზე, მაგრამ ის შეხვედრას ჩაეხსნა. ყველა სპორტსმენის ცხოვრებაში არის ტრავმები, ისინი მაინც იბრძვიან, მაგრამ არმანი არა. მხოლოდ ცარუკიანმა იცის თავისი შინაგანი დიალოგი საკუთარ თავთან, ალბათ მაშინ საცვალი დაუსველდა. იცით ალბათ, რომ პრომოუტერი ვარ, ხო და როგორც პრომოუტერი გეტყვით, რომ ძნელია ენდო იმ ადამიანს, რომელშიც ჩადე დრო, ფული, დაეხმარე სატიტულო ბრძოლის ორგანიზებაში და ერთ მომენტში შენი სპორტსმენი
უარსი ძახის გამოსვლაზე. ამ ყველაფრის მერე კიდევ მოუწყე შეხვედრა და ის თერდაუნზე თავს ურტყავს ოპონენტს. ასეთი საქციელით ყველას ანახებ, რომ უტვინო ხარ. ორგანიზაციამ მას შანსი მისცა, იმუშავა პიარზე და ხარჯა ფული. ის კი თავის ქმედებით რისკის ქვეშ აყენებს შეხვედრას, რადგან იქ ხუკერი რომ დაზიანებულიყო, ყველაფერი ჩაიშლებოდა. ეს ორგანიზაციის მიმართ დიდი უპატივისცემლობაა. აი მითხარე, შენ ადამიანს ეხმარებოდე, აპიარებდე, გვერდში ედგე და ის ესე გექცეოდეს. გააგრძელებდი მის მხარდაჭერას. არა, ხო და ასეც მოხდა. დაჯდნენ და გადაწყვიტეს, რომ არმანი ჯანდაბაში უნდა გაეგზავნათ. ასე რომ არმან, შენი მიმართულება აწიიცი. შენ იძახი სპორტში პაუზას ვიღებ ოჯახში პრობლემების გამო, მაგრამ სინამდვილეში დახრინა დრო გაქვს ინტერვიუების ჩასაწერად, ხო? კლოუნი ხარ, ელპანოჩა. კი, ყველა მიცით რომ ილიას პრობლემები აქვს ოჯახში, ბევრი რაღაცა ფორმალობები აქვს მოსაგვარებელი, მაგრამ არმან სარუკიანს თუ მოусმენთ, ილია თოპურია სანამ არ დაასრულებს ამ პრობლემების მოგვარებას, სახში უნდა ჩაიკეტოს, არ იბანაოს, არ გაიპარსოს, საერთოდ არაფერი არ გააკეთოს, ტელევიზორიც კი არ ჩართოს, მოკლედ ოფიციალური გლოვა გამოაცხადოს. და რაც შეეხება სიტყვას ელპანოჩას, ეს ძალიან ცუდი სიტყვა არის, აღარ გადავთარგმნი პირდაპირ. უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ არმან სარუკიანს არ გაუკვირდეს, რომ საქართველოში მასზე არ გიждდებიან. სამაგიეროდ მასზე გიждდებიან დაღესტნელი ძმები. მოდით ახლა ისლამ მახაჩევის ტექნიკურ მუხარებს მოусმინოთ ილია თოფურიას მიმართულებით და მე კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ილია თოფურიას ინტერვიუს, სადაც მან მიწასთან გაასწორა ისლამის, ჰაბიბის და მთელი ეს დაღესტნური სკოლა. თვლი რომ პარტერი ჩემი ძლიერი მხარეა, მიწაზე ძალიან თავდაჯერებულად გრძნობ თავს, ნებისმიერ სიტუაციაში შემიძლია მტკივნეულის ამ მახრჩობელის შესრულება ნებისმიერი პოზიციიდან, მაგრამ მივიღე ის ფაქტი, რომ ეს ის არ არის, რაც წყურიათ ფანებს. თუმცა ისლამთან შეიძლება ფანებს ზუსტად ეს უნდათ. თავიდან დგომში დომინაცია, მერე რამოდენიმე ზუსტი დარტყმა იქ სადაც საჭიროა და ბოლოს ხაბიბის თვალწინ მისივე კუთხეში გაგუდვა. ისინი ისეთი ქედმაღლები არიან, რომ სიამოვნებით ზუსტად ასე მივახჩობდი ისლამს და მერე თუ უნდათ ზედ ხაბიბსაც მივაყოლებდი. რაც შეეხება ილია თოფურიას, როგორ ფიქრობ, მას ზედმეტები ხომ არ მოსდის? აზე არ ვარ ავიფიქრო, მას ჩვენს მიმართ რაღაცა სიძულველი აქვს. არა უშავს, სადმე გადავეყრები და გავარკვევ ამ საკითხს. მახსოვს ერთხელ ტაგირმა რაღაცა დაწერა ილიას კბილებზე. ამას წინათ ყატარში ილია ტაგირს შეხვდა კულისებში. ტაგირი გაუძლურებული მოდიოდა წონის კლების გამო და ილია მას ეცა და გაუტრაკა. მოკლედ, დაცვამ მოაგვარა, გააშველა ესენი. ტაგირი ისედაც ძლივს იდგა წონისგან, არ ვიცი რა უნდოდა ილიას მისგან. მოკლედ ილიას გარშემო ძალიან დიდი ამბები ხდება და ეს კარგია, იმიტომ რომ ყველას უნდა მასთან ბრძოლა, რადგან ის არის დღესდღეობით UFC-ში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი. ერთი სიტყვით 2025 წელი ჩვენთვის ქართველებისთვის ძალიან საინტერესო და მაგარი იყო UFC-ში. ცოტა წლის ბოლოს ვინერვიულეთ, მაგრამ არა უშავს, 26-ში დარწმუნებული ვარ ყველაფერი გამოსწორდება. და აი ზუსტად ერთი წელი გავიდა, რაც ამ კონტენტს ვქმნი და აი ბევრი თქვენთაგანი კომენტარებში, აქტივობაში, გვერდში დამიდგა, ძალიან მახარებს. მართლა არ მეგონა რომ ესე წინ წავიწეოდით და ჩემს ამ ბოდიალს ბევრი ადამიანი მოისმენდა და აი ზუსტად ამის გამო ყველას გიხდით ძალიან დიდ მადლობას. ეს არის 2025 წლის ბოლო ვიდეო ამ არხზე, ამიტომ საუკეთესო სურვილებით სულ ყველას გილოცავთ დამდეგ 2026 წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას პირველ რიგში, წარმატებას და ყოველივე კარგს. და რაც კი ცუდი ყოფილა თქვენს ცხოვრებაში, პლუსის სახით კომენტარებში ჩააგდეთ და ჩავაბაროთ ეს ვიდეო წარსულს თქვენს პრობლემებთან ერთად. წინ კი 2026 წელი გველის თავისი ინტერვიუებით, გადაცემებით, გამარჯვებების, ქართველების ბაბანით UFC-ში, ამას ყველაფერს ერთად შექმნით, მე ამით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. გამოიწერე ეს არხი 2026 წელს ბევრი სიახლე გელის.